მაგრამ ძალიან საინტერესო ამბები გაირკვა ამ მონეტასთან დაკავშირებით. ეს არის გიორგი მესამე, საერთოდ ძალიან საინტერესო ფიგურა. ძალიან საინტერესო ესეთი ავტორიტარი, აი საშინელი ავტორიტარი, რომელიც მოვიდა ტახტზე არასწორი გზით, უზურპაციის გზით, იმიტომ რომ არ ეკუთვნოდა მას არანაირად, მაგრამ ისეთი სახელმწიფო შექმნა, რომ უბატონოდ ხმას ვერ იღებდა, იმიტომ რომ ვინც ამოიღო ხმა, რა მდგომარეობაში ჩააგდო, კარგად მოგეხსენებათ დევნას ამბები, მაგრამ ის ბოლომდე ცდილობდა, ის იყო რაღაცნაირად ძალიან ისეთი ყველანაირი ნაბიჯით ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, თავისი ძლევამოსილება აჩვენოს. და ეს მონეტა არის საოცარი მონეტა, ბევრი კუთხით. ჯერ ერთი იმ მოკლე სიიდან, რომელიც ქართულ ნუმიზმატიკაში გვაქვს პორტრეტული სახეების, ანუ ძალიან ცოტა მონეტა გვაქვს, რომელზედაც მეფეები პორტრეტულად არიან, მეფეების პორტრეტია გამოსახული, მათ შორის არის ეს გიორგი მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი ფაქტი. გიორგი მესამის ფრესკები გვაქვს რამდენიმე. თქვენ იცით ამის შესახებ, ბეთანია, ვარზე ასე შემდეგ. არც ერთი ფრესკა არ არის გიორგის დროს შექმნილი. არც ერთი კედლის მხატვრობა არ არის გიორგის დროს. ერთადერთი თანამედროვე გიორგის არის მხოლოდ და მხოლოდ მონეტა. ეხლა რატო იქმნება? ის ყველა იქმნება თამარის დროს.